საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი მატჩისთვის სრული მობილიზებით ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ გუნდს მეომდევნო ეტაპზე გასვლის მიზერული შანსი აქვს, ქართულ ფეხბურთელებს არ სურთ ტურნირი გამარჯვების გარეშე დაასრულონ. ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არის ძალიან სერიოზული მოწინააღმდეგეა და არ გვინდა რომ ჩვენც ასე ვთქვათ ესე მესამე თამაში სერიოზული სადამდეც შანსი გვექნება ვიბრძოლებთ აუცილებლად და ბიჭები იმ განწყობაზე არიან რომ არაფრის დათმობას არ აპირებენ. ჩვენს ნაკრებს ექნება დანაკლისი ბაჩო არაბულის სახით, რომელიც ვერ მიიღებს ამ შეხვედრაში მონაწილეობას. თლიანობაში კი განწყობა გუნდში ძალიან კარგია, საბრძოლოა და სულ ყველაფერს თავი დავანებო და გუნდი ვერ გავიდეს თქვა ჩემდგომ ეტაპზე. მიმაჩნია რომ უკვე ძალიან სერიოზული წარმატებაა საქართველოს ნაკრებისთვის, რო კონტინენტის 8 საუკეთესოთა შორის ყოფნა. ჩვენი შანსები მეორე ტურის მერე უფრო ნაკლებია ვიდრე იყო პირველი ტურის მერე, მაგრამ ნახოთ ხვალ მთლიანი სათამაშო დღე გვაქვს წინ და როგორც მორჩება თანარჩენს ანალიზს, შეჯამებას, მადლობებს და ასე შემდეგ შევიკრებებით თბილისში დაწყნარებულად ყველა თავისას მიიღებს, ასე ვთქვათ, დამსახურებულად. აი მადლობასაც, იმ ტაშტაც და ასე შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები ხვალ თურქეთს დაამარცხებს, ხოლო სერბები ფრანგებს ძლევენ, საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები შესაძლოა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე გავიდეს. საქართველოსა და თურქეთის დაპირისპირება ხვალ ქალაქ მარიამპოლში თბილისის დროით 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.